დღეს ხორბლის სამყაროში კიდევ უფრო ღრმად შევიხედებით, რადგან ეს სამყარო უსასრულო სასწაულებს იტევს. ამ სასწაულების ხალხთან გამოტანა კი თავად ხორბალს წყურია. თითქოს საუკუნოვან თავთოვებს რაღაც აქვთ სათქმელი. 1000 წლეულების ამბავი ჩამოგვიტანეს. ახლა კი დახმარებას ითხოვენ იმაში, რათა თავად მივცეთ საშუალება, რომ ჩვენ დაგვეხმაროთ. დღეს ვისაუბრებთ ადამიანებთან, რომლებიც წლებია ხორბალს უსმენენ. როგორც თქვენ ახსენეთ, ეს არის ქართველი ერის საგანძური. დიახ. ზანდური. ზანდური. რატო არის ეს საგანძური? საგანძურია, იმიტომ რომ ეს არის ხორბალი, რომელზედაც ოცნებობს მთელი მსოფლიო. შეიძლება გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ლივერპულის მოლეკულარული გენეტიკის ინსტიტუტის მონაცემებით ზანდური ეს ის ფორმა არის, რომელიც ატარებს ისეთ მნიშვნელოვან გენეტიკურ მასალას, რომელიც მომავალში ახალი ხორბლების შექმნისათვის აუცილებელი იქნება. და რა თვისებები აქვს ამას, რაც ძალიან ძვირფასი იქნება მომავალში? ქართული ხორბალი ეს არის უნიკალური მონაპოვარი, რომელიც მთელ მსოფლიოში კვლევის ობიექტი არის. ის ხორბალი, რომელსაც თანამედროვე მსოფლიო მიირთმევს, ეგრეთ წოდებული რბილი ხორბალი, ზეგან თქვენ რო წაიკითხეთ ტრიტიკომ ესტიო, ეს არის რბილი ხორბალი, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო მიირთმევს და მსოფლიოში პირველ ადგილზეა ხორბლის კულტურა თავისი გავრცელებული ფართობების მიხედვით და მოსავლიანობით. აი ამ რბილი ხორბლის შექმნაში მონაწილეობს ქართული ხორბლები. სამი გზა არსებობს რბილი ხორბლის მიღების. პირველი, მეორე და მესამეც სამივე ამტკიცებს კუკუკ ასეთი გერმანელი მეცნიერი არის და კიხარა იაპონელი მეცნიერი, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ნამდვილად რბილი ხორბლის შექმნაში მონაწილეობდა ერთის მიმართულებით მახა, მეორეს მიმართულებით დიკა, ორი გზა უკავშირდება მახა ხორბალს, ხოლო ერთი უკავშირდება დიკას. აი ამ სამი გზით მიღებული არის ეს. ჩვენი რბილი ხორბლები ხასიათდებიან უნიკალური უძვირფასესი თვისებებით, ადრეულობა, ფოთლების ზომა, სიმაღლე, მაღალი კვებითი ღირებულება, პურცხობის უნარი, შენახვის უნარი. წარმოებლები ვინც არიან პურის, აწერია 24 შენახვის ვადა 24 საათი. ჩვენი ხორბლებისაგან გამომცხვარი პური კი ინახებოდა 2 კვირა, 3 კვირა. მე შემიძლია თამამად თქვა, რომ ხორბალი საქართველოს დედაა. რატომ? იმიტომ რომ როგორც დედა არ მიატოვებს თავის შვილს არასოდეს, ისე ქართულ ხორბალს მთელი ისტორიის მანძილზე ქართველი ხალხი არ მიუტოვებია, ის მუდამ მიქონდა ჩვენს მებრძოლებს ხურჯინში გადაკიდებული და მთელი 2 კვირის, 3 კვირის განმავლობაში ინარჩუნებდა თავის საუკეთესო თვისებებს. საერთოდ ქართული ხორბალი ჩვენთვისაც და მსოფლიოსთვისაც დღეს ერთ-ერთი უნიკალურია და სწორედ ამიტომ უნდათ რომ შეიტანონ ჩვენი ტრადიციებით და
ხორბალიც და ჩვევები, უნარჩვევები შეიტანონ ეროვნულ იუნესკოს საერთაშორისო აღიარებით კულტურულ ძეგლად აღიარონ. გერმანელების აზრით მომავალში ჩელტა ზანდურით უნდა იკვებოს მთელი მსოფლიო. რა არის მაგალითად ჩელტა ზანდურის ასეთი განსაკუთრებული თვისება? ერთი რომ სოკოვანი დაავადების მიმართ აბსოლუტურად გამძლეა. ძლიერი იმუნიტეტი აქვს. რა თქმა უნდა, ძლიერი იმუნიტეტი აქვს. გენეტიკურად წევან მე გითხარით, რომ გენეტიკური მოლეკულარული გენეტიკა ლივერპულის ინსტიტუტი რო აღიარებს, მისი ერთ-ერთი საფუძველი არის, რომ ის ატარებს ციტოპლაზმურ მამრობითი სტერილობის გენებს. ერთადერთია, რომელიც ამას ატარებს. ანუ რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ ხორბალშიდაც შესაძლებელი არის ჰიბრიდული ხორბლის შექმნა. ჰიბრიდული სიმინდი ალბათ გაგიგიათ, რომ ორჯერ მეტ მოსავლიანობას იძლევა, ვიდრე თქვათ მაგალითად ჩვეულებრივი ჯიშები, ხო? და ის ჰიბრიდული ხორბალი რა უპირატესობას მოგცემს, ასე ვთქვათ, ამ მოსავლიანობის გაზრდა. მოსავლიანობა იქნება. ნუ ახლა თავიდან შესაძლებელია ხარისხობრივი მაჩვენებლებზე მერე კიდევ სელექციური გამარჯვება დაჭირდეს და მთავარია რომ მოსავლიანობა როგორმე უნდა გავზარდოთ მაქსიმალურად ხორბალში. ეხლა ეგ გამოწვევის წინაშე დგას კაცობრიობა რომ რა თქმა უნდა. ყველაფრის და მათ შორის ხორბალი, როგორც გითხარით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა მოთხოვნილება. ხორბალი ერთადერთი კულტურაა, რომელსაც შეუძლია ადამიანი სრულად უზრუნველყოს. ხორბლის ქიმიური შემადგენლობა ამას განსაკუთრებულად უზრუნველყოფს და ყველა საკვები, რაც კი საჭირო არის ადამიანის ორგანიზმისათვის, ის შეიცავს. აი მეცნიერების როლი რა არის ხა ამ ყველაფერში? რა გამოწვევების წინაშეც დგას დღევანდელი კაცობრიობა და ქართული ხორბალი? კანადის უახლესი მიღწევას გეტყვით, კანადამ შექმნა გენმოდიფიცირებული ხორბალი, რომელიც გექტარზე იძლევა 15-17 ტონას. ხარისხობრივი მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ესა, მაგრამ უცხოეთში ხორბლის კი არა, ყველაფრის მოსავლის მიღება მთავარი არის, რომ შეიძლება მეტი მიიღონ. და მერე მისი ხარისხობრივი გამარჯვება მიმდინარეობს სხვადასხვა დანამატებით. ხორბალში და ყველა კულტურაში ასეა, მოსავლიანობა მატულოს ხარისხობრივი მაჩვენებლები ეცემა. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია რომ ეს ხარისხობრივი მაჩვენებლები და ისე დავარეგულიროთ, რომ მაღალი მოსავალიც იყოს და მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებიც იყო. აი ამ თვალსაზრისით ჩვენი ხორბლები ერთ-ერთი საუკეთესო არის. აი მან რა რისკები არსებობს, როცა ადამიანი ესე ერევა ბუნებრივ სელექციაში და თუნდაც მოდიფიკაციას აკეთებს თავისი იცით რა, აქ სხვადასხვანაირი დამოკიდებულება არსებობს. აი როგორც გითხარით, ახლა ძალიან ხშირად არის ხო ამ გენმოდიფიცირებაზე ერთი ამბავი, რომ აი როგორ შეიძლება და რაღაცა და მე ეხლა ხა გამოქვეყნდა პროფესორ აკადემიკოს დიდებულიძისა და აკადემიკოს სადუნიშვილის წიგნი. იქ არის მოცემული გენმოდიფიცირებული, ვისაც არ უნდა უთხრათ, ევროპაში გენმოდიფიცირებული ორგანიზმები არ არის, იქ არ არის, ყველგან არის. მთელ მსოფლიოში უკვე გავრცელებული არის და ამერიკაში 70%-მდე არის გენმოდიფიცირებული ორგანიზმები. აქ ევროპაში 16-18 ჯიშები არის ისეთი, რომლებიც გენმოდიფიცირებული არის და თესავენ კიდევაც, მოყავთ კიდევაც და ზღაპრულათაც არიან, მე მგონი უკმაყოფილოები არ არის არავინ და ჩვენთან ახლა კი გასაგებია, რომ აკრძალულია, მაგრამ ის, რასაც ჩვენ ვმუშაობთ, რომ მომავალში გადავერჩინოთ თავი და რაღაცა, აუცილებელი არის, რომ ეს მეთოდებიც გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ მსოფლიოს სრულად გამოკვებას. ამ ბოლო პერიოდში საბედნიეროდ საქართველოში ქართულ ხორბლებზე აი უძველეს ხალხური სელექციით მიღებული ჯიშები დოლის პურები ალბათ გაგიგიათ თქვენ და იცით და ეს დოლის პურებზე ძალიან დიდი მოთხოვნილება არის როგორც სახეობებზე, ასევე იმ დოლის პურებზე. აი ჩვენი აზრით მომავალშიდაც ქართველმა ხალხმა უნდა გააგრძელოს ხორბლის ტრადიციები და მაქსიმალურად გამოიყენოს ადგილობრივი სახეობები და ჯიშები იმისათვის, რომ გამოვკებოთ ჩვენი ხალხის საუკეთესო პურით. კი, ნამდვილად. ეხლა როგორი ვითარება გვაქვს? აი, ეხლა ნელ-ნელა იზრდება მოთხოვნილება. გითხარით, სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დახმარებით ვაწარმოებთ ამის ელიტურ თესტს და მერე ვაძლევთ
ფერმერებს და ანუ რაღაც კავშირი არის მეცნიერებასა და ფერმერებს რა შორის თქმა უნდა, ძალიან კარგი. მჭიდრო კავშირი გვაქვს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ჩვენ ეს რაც კი მოთხოვნილება არის, დავაკმაყოფილოთ და მივაწოდოთ ყველას საწყისად ელექტრული თესლი. სასიამოვნოა ამასთან კონტაქტი. ისეთ ეპოქაში რა ეპოქაში ცხოვრობთ, თლიანად მოწყვლადი არის სისტემა. თუნდაც პატარა კოვიდის შემთხვევამ გვაჩვენა, რომ შეიძლება უცბად ჩაიკეტოს საზღვარი ან რაღაც მოხდეს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ თვითკმარი იყო როგორც ასეთი. ყველამ ვიცით, ყველას ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ტრაგედია არის, რომ ასეთი რამე არ მოხდეს და მაქსიმალურად ვცდილობთ, მაგრამ წინასწარ არავინ არაფერი არ იცის. უკრაინაში აფეთქდა ატომური სადგური და ის რატომღაც იქიდან ჰაერის მასებმა ზუსტად ჩვენ ტერიტორიაზე წამოიღეს და დღესაც რომ მოდის ეს დაბინძურებული ჰაერი, რომელიც ამ ომებისგან არის, მთლიანად ჩვენსკენ შემოაქვს. ეხლანდელი მოსული წვიმა შეიცავს უამრავ ძიმე ლითონებს. ესე იგი წინათ ხო წვიმაში გვიხაროდა და აორბოდით და რა კაია და გვსიამოვნებდა. დღეს წვიმა რომ მოვა, დაიმალეთ. ჩვენ დავიფარებთ და მოვშორდებით, მაგრამ ნიადაგმა რა ქნას? ეს ყველაფერი ხო ნიადაგში მიდის მერე. ამიტომ არის რომ ჩვენ ყველანაირად უნდა ვეცადოთ რომ ხორბლის კულტურას მივცეთ განვითარების საშუალება. ეხლა თქვენ ლექტორის ბრძანდებით და კითხულობთ ლექციებს და გაქვთ ახალთაობასთანაც ასე თქვა შეხება. აი მანდიდან გამომდინარე ჩემი კითხვა ესეთია, თუ არის დაინტერესება ახალთაობაში ამ დარგის მიმართულებით? კი, არიან ბახალზე, რომლებიც ძალიან დაინტერესებული არიან. ძალიან. ახლა მყავდა მე ერთი მაგისტრი, რომელმაც გადაიღო აი სურათები ჩვენი ადგილობრივი სახეობებისა და ჯიშების 70-მდე სურათი და გვინდა რომ ატლასი გავაკეთოთ. ახლა აი ესეთი ინტერესიანი ახალგაზრდები თუ იქნებიან, რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდი პერსპექტივა გვაქვს. ამიტომ ჯობია რომ ისე თვითკმარობაზე გავაკეთოთ ფსონი. მთელი ცხოვრება, როგორც გითხარით, დედა ხორბალი ჩვენ გვზდიდა. ეხლაც მოვეფეროთ, ჩავკოცნოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ისევ ამან გადაგვარჩინოს. ფრანგი კაცი ჩამოვიდა, რომელიც კვდებოდა საფრანგეთში, იმის გამო ალერგია ჰქონდა პურზე და ვერაფერს ვერ ჭამდა. ჩამოვიდა ჟაკი, ალბათ გაგებული ვიყავით მასთან, ხო? ჩამოვიდა და აქ ქართულ ხორბალს აწარმოებს და მერე პურსაც აწყობს. სულ მაგას ვეუბნებით ჩვენს ფერმერებს, რომ ხორბალი კი არ უნდა მოიყვანო მარტო, არამედ ხორბალი უნდა მოიყვანო, მერე პური გამოაწყო და მიაწოდო მოსახლეობას. ის კაცი ამას აკეთებს, თვითონაც შესანიშნავადაა ჯამთელათა და ქართულმა ხორბალმა სიცოცხლე შეუნარჩუნა და სამაგიეროდ ის კაცი აი ამას აკეთებს, რომ ქართულ ხორბალს აბრალოს, პურს აწყობს და აწვდის მოსახლეობას. ამაში მას დაეხმარებოდა ალბათ ის ევროპული მენტალიტეტი, საქმის კეთება და გეგმარება, შრომის მოყვარეობა, რაც ცოტა გვაკლია ქართველებს და გვჭირდება ალბათ და კარგი სინთეზია ეს. ქართველები უძველესი მიწათმოქმედი ხალხი ვართ და ამიტომ დავიბრუნოთ ეს, ჯობია დროულად, იმიტომ რომ ხვალე-ხვალზევით ჭამა ყველას უნდა აბსოლუტურად. ამიტომ ხვალე-ხვალზევით სოფლის მეურნეობა მარტო ევროპაში და ამერიკაში კი არა, ჩვენ ქვეყანაშიდაც პირველ ადგილზე გადაინაცვლოს და ყველაზე მეტად დაფასებული ის იქნება, ვინც მოიყვანს პურს. ჩემთან მოდიან ძალიან ხშირად ფერმერები, რომლებსაც უნდათ გავუკეთო თესლის ანალიზი. თუ დავუშვათ დამტრეული ურევია, სარეველა ურევია და რაღაცა ასეთი თესლის თესვა აკრძალულია. სამწუხაროდ ცენტრმა უზრუნველყო მარცვლეული კულტურების და 25 წლიდან უკვე ნერგების სერტიფიცირებაც მოხდება. ეს არის სტრიტიკალე ხორბლისა და ჭუავის შეჯვარებით, აი ჭუავისა და ამათი შვილი არის. დავარაიონეთ ქართლი 2 და ქართლი 5 ეს ჯიშები და
30,000 გექტარი ეჭირა ჩვენ ტრიტიკალეს ჯიჟებს საქართველოში და ძალიან კარგი მოსავალი ქონდა როგორც მარცვლის, ასევე მწვანე მასისა. შეჯვარება სხვა რაღაცაა, გენმოდიფიცირება კიდე სხვა რაღაცაა. ხო, რა თქმა უნდა. გენმოდიფიცირება რა არის? უფრო ტექნიკურად რო გენმოდიფიცირება რა არის? აი ყველა აქვს თავისი დადებითი ნიშან-თვისება. ჭვავს აქვს თავთუნების რაოდენობა 35-დან 45-მდე. ხორბალს თავთუნების რაოდენობა აქვს 20-25. ხო ყურეთ, ტრიტიკალეში უკვე 35-მდე, 40-მდე გაიზარდა. მოუყურეთ ახლა მარცვალით შეადარეთ. ამისი ვიწვრილია და გრძელია. ამისი ახლა ხორბალსაც გაჩვენებთ მე თქვენ. რამდენად განსხვავებული არის ხორბალიც. ეს არის ჭვავი, ეს არის ხორბალი, ეს არის ტრიტიკალე. ფერიც ხედავთ როგორი წითელია. ეს ისეთი წითელი არ არის, როგორც ეგა და აი ეს სიწითლე სწორედ გამსაზღვრელი არის მისი ხარისხობრივი მაჩვენებლების. მართალია ხორბლის მაღალი მაჩვენებლები მას ასეთი არ აქვს, მაგრამ როგორც წეგან გითხარით მე თქვენ მოსავლიანობასთან შედარებით მაღალ მოსავალთან მისი ხარისხობრივი მაჩვენებლები უფრო უკეთესია შეფარდებაშია ვიდრე თქვათ მაგალითად ხორბალთან აი ხორბლისგან რა თვისებები აქვს ამას აღებული? ხო, ხორბლისგან მაგას აქვს რომ იგი მრავალ თავთუნიანი არის, მრავალ მარცვლიანი არის და უკეთესი არის იმისგან აღებული აქვს რომ ჩაწოლისადმი უფრო გამძლეა, შეგუებულობა ტრიტიკალესი გარემოსთან გაცილებით უფრო უკეთესია ვიდრე თქვათ მაგალითად ან ცალკე ჭვავის ან და ცალკე ხორბლის. აი ეს დადებითი ნიშან-თვისებები გვაძლევს იმის საშუალებას რომ დღეს თანამედროვე მსოფლიოში ტრიტიკალეს მოსავლიანობაც მატულობს, დაკავებული ფართობებიც იზრდება და მეხუთე ადგილიდან მესამე ადგილზე გადმოვიდა ტრიტიკალი. ანუ ამას მაინც ჭირდება, ამის ფქვილს მაინც ჭირდება შეზღუდვა. რა თქმა უნდა, ჯერჯერობით, მაგრამ ისე მუშაობენ ჯერ მეცნიერება ჯერ კიდევ მუშაობს იმისათვის, რომ ის კიდევ დაიხვეწოს და კიდევ უფრო უკეთესი გახდეს ვიდრე აქამდე იყო. ანუ შესაძლებელი არის ასე ვთქვათ მეცნიერების და ბუნების ჰარმონიული თანამშრომლობა ერთმანეთთან ისე რომ ბიომიმეტიკები გაგიგიათ ალბათ, ხო? არ გამიგია. ეს არის ბუნებიდან უნდა ავიღოთ, ბუნებიდან ვისწავლოთ და გვასწავლის ბუნება. სხვანაირად ჩვენი არსებობა არ იქნება. ჩვენ უნდა მივიდეთ, სტუდენტებს რო ვეუბნები ხოლმე, როცა მცენარეს უყურებ, რომ რაღაცა უჭირს მტირი მეთქი, მასხარად მიგდებენ, მაგრამ გეფიცებით ყველაფერს, რომ ნამდვილად როდესაც მცენარეს რაიმე უჭირს და მე არ შემიძლია რომ ის გავაკეთო, ნამდვილად მტირი ვარ. როცა ასეთი დამოკიდებულება იქნება, რომ ის ბევრ რამეს გვასწავლის ჩვენ და ჩვენ კი არ ვსწავლობთ, ეს ძალიან დიდი უბედურებაა. ის გვასწავლის, ჩვენ უნდა ავითვისოთ, რომ შევეგუოთ გარემო პირობებს. სხვანაირად შეუძლებელი იქნება. მადლობა ძალიან დიდი. რა მადლობა, პირიქით მადლობა თქვენ რომ დაინტერესდით და საშუალება იქნება რომ კიდევ ერთხელ გავახმაუროთ ჩვენი ხორბლის საერთაშორისო აღიარება და იუნესკოს მიერ გადაწყვეტილება იქნება ალბათ 6-დან 13 დეკემბრამდე და მოუთმენლად ველოდებით. ეს გადაცემა რო გავა უკვე გამოსული იქნება ეგ გადაწყვეტილება და დიდი იმედი მაქვს რომ დადებითი არის და თითქმის დარწმუნებული ვარ. რა, ღმერთმა კნას და ქართულ ხორბლების ფერმერთა ასოციაცია არსებობს. ალი მესხის თაოსნობით და ისიც მაქსიმალურად იბრძვის რომ რაც შეიძლება პოპულარობა მოუტანოთ ქართულ ხორბალს. ყველასთან ვისთანაც ურთიერთობა მქონდა ადამიანთან, ვისაც ხორბალთან აქვს კავშირი. რაღაცა ძალიან ძლიერი ემოციური ბმა არის ხოლმე ყოველთვის მათ შორის. თქვენ როგორ ხართ? ой, მე არ ვიცი ახლა მე სხვები მე ნამდვილად გეტყვით რომ როდესაც შევდივარ ბინდორში და დავინახავ ამოწერილ ხორბალს, თავი რო აქვს ამოწერილი და რამოდენიმე სულ დავინახავ, აუცილებლად ჩავიჩოქები
და ვეფერები და მოსულ ხართ და ვეფერები ეს ბუნებრივად ხდება. არავით არის ამ თან მოვიხედავ ხო არავინ მიყურებს. არის ემოცია და სიმართლე რო გითხრათ მეც მოფერება მინდება და მე რიდება. ხო და თითქოს სხვადასხვანაირი ხასიათები აქვს ფორმიდან გამომდინარე. აი რო შეხედავ თითქოს რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რაღაცა ცოტა ცელკია, ვიღაც ცოტა მორიდებულია, ვიღაც ცოტა ფორმულა. ყველა ხორბლის ფორმულა განსხვავდება, რასაც ხედავთ ხო განსხვავებულია, ამას გენოტიპი ქვია და ყველას აქვს თავისი ისტორია და თავისი გენეტიკური კოდი. ისე როგორც ადამიანებს, ხო? რა თქმა უნდა, ადამიანებიც ასეა ხო, რა თქმა უნდა. მართლაც მნიშვნელოვანია ქართული ხორბალი მსოფლიო რბილი ხორბლის წარმოშობაში. 8000 წლის წინანდელ გათხრებში ნაპოვნია ის წინარე მცენარე თაუში, ეს არის ეგილობს თაუში, ამის წინაპარი მცენარე და ასევე ზანდური. მათი შეჯვარების შედეგად წარმოიშვა რბილი ხორბალი. რომელიც უკვე დღეს მსოფლიოში კაცობრიობა რასაც მიითმევს, ეს არის რბილი ხორბალი. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ პური არის ქართული მიწისა და ქართული კლიმატის პირმშორა, იქიდან წარმოშობილია და მიწისა და ცის ქორწილის შვილია. და ასევე ჩვენი წინაპარი ძალიან ისეთი სელექციონერების, მიწათმოქმედების, ჭკვიანი მიწათმოქმედების, აი ეს ხალხური სელექციის შედეგად მიღებული ჯიშები, დოლის პური, ასლები, დიკა, მახა, ესენი სულ ყველაფერი ამათი სახესხვაობები ბევრი მიღებულია ამ ხალხური სელექციით. რა რესურსი გვაქვს ხორბლის და გვაქვს თუ არა იმისი საშუალება, რომ მაგალითად ჩვენივე ხორბლით გამოვყვებოთ ჩვენი ქვეყანა. ეს ძალიან ადვილი ის არის, ამ კითხვაზე ძალიან ადვილი პასუხი მაქვს. ჩვენ ძალიან ცოტა გვთ გამოანგარიშებული 200,000 ჰექტარი გვჭირდება, ჩვენ 1 მილიონი ტონა. ესე იგი 200,000 ჰექტარზე რაც მიიღება, 3-4 ტონა რომ მივიღოთ, ეს არის ჩვენთვის საკმარისი. და ჩვენ გაცილებით ბევრი გვაქვს ეს სავარგულები და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ თუ დავთესავთ 200,000 ჰექტარიდან მოყვანილს მოვიხმართ და ყოფნის და 200,000 გასაყიდი გვექნება. მაგრამ თავარი ის არის, რომ ეს ხარისხი არის სხვანაირი, მაღალი ხარისხის არის ეს. აქ მოყვანილი სხვა არის და აი ეს იგივე რომ სხვაგან წაიღო და იქ დათესო და მოიყვანო ეს მარცვალი, ისეთი არ იქნება. თესლის წარმოება, უმაღლესი კლასის თესლის, ჩვენ შეგვიძლია 3 წელიწადში პირველი რეპროდუქციის თუ არა მეორე რეპროდუქციის თესლით მაინც დავაკმაყოფილოთ მთელი ეს 200,000 ჰექტარი. ძველი ქართული ხორბლებია, ეს სახეობები, სახესხვაობები, ყველაფერი გვაქვს აქა. აი ცირკა ზანდურიო, აგერ დიკა, მახა, სპელტა, ეს შაუფხა, აგერ ოცდაათი წელია, რაც აი ამ საქმეს მისდევს და ღია ბუნებაში ვთესავთ აი ამ ქართულ ხორბლებს. თითქმის 80-90 სახესხვაობის ქართული ხორბლები გვაქვს ჩვენ კოლექციაში. ამ ხორბლების ბაზაზე ხდება საერთაშორისო ცენტრებში სელექცია, აი ხორბლების შეჯვარება. ქართული ხორბალია ხერხემალი? ქართული ხორბალი ძირითადია აი ამ სელექციაში. წამყვანი ადგილი უკავია. აი ამ თავისი აი ამ გამძლეობით, შეგუებულობით და არახელსაყრელი პირობების მიმართ აი ეს ყველაფერი ეს თვისებები გამოყენებულია იმათგან და არ დარჩენილა. ისეთი ხასიათი აქვს როგორც ჩვენ ქვეყანას, ხო? გამძლეა. ხო, რა თქმა უნდა, გამძლეა. ეხლა ჩვენთან ყოველწლიურად დაახლოებით 20-30 ნიმუში მოდის ეს ახალი შეჯვარების შედეგად პირველი თაობა მოდის. ეს თაობა რო ითესება, ესე იგი ეს სელექციური პროცესია და ხდება ხაზებად თესვა. ხაზებად თესვა ნიშნავს, რომ ერთი მარცვალი უნდა დაითესოს ერთ ხაზში, ანუ ერთი ოჯახია. ეს იმიტომ ხდება, რომ ხდება დათიშვები და რომ არ ჩაუთვალო, რომ იმ მეორე ხორბლიდან არის გადმოსული. ეს ოჯახად იმიტომ ითესება და აი ამ ოჯახში
თუ შენარჩუნებულია ის თვისება შენ რაც გაინტერესებს, სელექციონერს რაც აინტერესებს, იმას ვარჩევთ, იმას ვიღებთ და დანარჩენებს გამოვიწვევთ. გავართ ადამიანები და ხორბალი ერთმანეთს? როგორ ფიქრობ? ადამიანები ხორბალი და ადამიანი ერთად მოდიან მთელი ისტორიის მანძილზე. ერთად მოდიან, იმიტომ რომ პირველი მცენარე, რომელიც ადამიანმა მოიყვანა, ეს იყო და ახლოს ყველაზე ახლოს ხორბალთან არის ადამიანი. ყველაზე მთავარი კიდე ის არის, რომ სხვა შეიძლება დანარჩენი არც ერთი სურსათი არ კონდეს, მაგრამ ხორბალი თუ ეკნება ადამიანს, ესე იგი ხორბლით და წყლით, ჰაერით იარსებს ადამიანი და იქნება ეს რა. ძალიან მნიშვნელოვანი არის მოკლედ ხორბალი. ამიტომ ადამიანი და ხორბალი ერთმანეთს გავანკერა ტყუპის ცალები არიან მე თუ მკითხავთ. რა ტერიტორიაზე ხართ ახლა, რასაც ხედავ, საკმაოდ დატვირთული და კომპლექსური მეურნეობა არის, ხო? დიახ, ახლა ვიმყოფებით ლომთაგორას საწყობში, სადაც ხდება უკვე მოსავლის შემდგომი მარცვლეულის დაბინავება და გაშრობა სპეციალური საშრობებით. ანუ აიქ არის ახლა ხორბალს რო აიღებთ, იმაში იყრით და დიახ, ხორბალს აქ ვყრით, რომელიც შესაბამისი ამტანის საშუალებით გადააქვს თვითონ საცავში. და ტემპერატურის მიხედვით ყოველ დღე ერთი და იგივე ტემპერატურაა, რადგან ტენიანობა და მარცვლეულმა სიჯანსაღი არ დაკარგოს. რა მაგარია. ეს არის საოჯახო მეურნეობა და ჩვენ თავზე გეტყვით, რომ მე და ჩემმა ძმამ ახალი ბრენდი ჩამოვაყალიბეთ, ვარგი. ახალმა თავმა ახალი სიცოცხლე შესძინეთ, ხო? დიახ, რადგან და რას აკეთებს ვარგი? ეს არის უკვე გადამამუშავებელი საწარმო, ჩვენ მიწაზე, ჩვენივე აგრონომების დახმარებით მოყავს ხარისხიანი და სანდონედლეული, ასე ვთქვათ. და ლომთაგორას უკვე წლებია ამაში გამოცდილება აქვს. ჩვენ უფრო გაგვიმარტივდა ამ გადაწყვეტილების მიღება და დავაარსეთ შეპესი აგროჰოლდინგ ლომთაგორა, რომლის ბრენდული სახელი იქნება ვარგი. და ლომთაგორასგან მიღებულ პროდუქტს უკვე წისქვილის მეშვეობით ხორბლის და სიმინდის ქვილი გვექნება. სხვადასხვა ჯიშები ხორბლის მიმართულებაზე. ასევე გვექნება უკვე მზესუმზირის დათესვა მოხდა წელს და პირველი მოსავალი გქონდა. ძალიან კარგი არ მოვიდეთ, კარგი მოსავალი მივიღეთ, მზესუმზირა, ლობიო, მუხუდო. ანუ ყველაფერი ქართული იქნება ჩვენივე რა მაგარია. ჩვენივე მიწაზე იქნება მოყვანილი, რომლის უკვე ჯანსაღი პროტეინებთან მიწოდებას ჩვენ უზრუნველყოთ და ჩვენ ვიქნებით ის შუარგოლი, ასე ვთქვათ. ჩამოვიტანეთ წისქვილი, ქვის წისქვილი და ეს ხორბალი ცეხვილი ფქვილი იქნება 100%-ით ნატურალური ქვის წისქვილზე დაფქული. და ცეხვილის მუღამი, ასე ვთქვათ, არის ის, რომ კანთან ერთად იფქვება, ხო და მთელი სასარგებლო ნივთიერებები მასთან ერთად არის. მართალი ბრძანდებით და სიჯანსაღე რაშიც გამოიხატება, ამას არ კარგავს. ეხლა ეს ქვის წისქვილი მუშაობს? ეს მუშაობს თვითონ საწმენდი დანადგარი, რომელიც მზესუმზირის გაწმენდა ხდება, რათა დავასაწყობოთ. წარმომიდგენია ეხა ამ ყველაფრის მენეჯმენტი შენ მდგომარეობაში რომ ჩავაყენე ჩემი თავი, ცოტა ტვინი ამიდოღდა. როგორ ახერხებთ? აი ჩვენთვის ეხა ახალი საინტერესო მიმართულება არის და კვლევის მიმართულებაში ვარ და ჩვენ ეს გვსიამოვნეს პირველ რიგში რა. აქ გამოდის პირველი ხარისხის ცეხვილი ფქვილი და აქ გამოდის კატო. ეს არის საცერი დანადგარები, რომელსაც თავისი ზომები აქვს, შიგნით ჩარჩოები და ეს უზრუნველყოფს უკვე მარცვლეულის ფქვილის ჩამოყრას შესაბამისად ქვევით. არა, სასაული რამ. ეს არის მზესუმზირა მიუხედავად იმისა, რომ გაიწმინდა. გამარჯობა. გამარჯობა.
ჩვენი თანამშრომლები საგულდაგულოდ მაინც ხდება ამის გადარჩევა. რომ ის პატარა დეტალიც კი არ გამოგვეპაროს. პირველ რიგში პასუხისმგებლობით ვეკიდებით და მეორე ის რომ მე რო რაღაცას გავსინჯავ და ის პატარა ხარვეზიც იქნება, რაც არ უნდა გამოასწორონ მიჭირს მე იმ კომპანიის პროდუქციის ყიდვა. ეს არის ჩვენი წლევანდელი მოსავალი. ლამაზი მთვარე გვაქვს. ისე თანამედროვე მეურნეობაში აქცევთ ხოლმე მთვარის ფასებს და ეგეთ რამებს, ყურადღებას თუ არც ისე? არ გვიშლის ხელს, მაგრამ მაინც ვაქცევთ ყურადღებას. რა საინტერესოა. ვცდილობთ მაინც. და რა პრინციპები აქვს? მთვარის ფაზების მიხედვით მოსავლის იმას არ გვასწავლიდნენ. მაგრამ მე მაინც ვაქცევ, რადგანაც აი წინაპრებისგან ახალ მთვარეზე არ შეიძლება ის ასეთ რაღაცა. არის ხო რაღაც? კი, ნამდვილად. ჩვენი წინაპრები ითვალისწინებდნენ, ითვალისწინებდნენ, მაგრამ ჩვენ როცა ვსწავლობდით მთვარის ფაზები არ მეცნიერება, სუფთა მეცნიერება. მეცნიერება. ეხლა რა პროცესი მიდის? ახლა მიდის დამუშავება, თესვის წინა დამუშავება, პირველად დამუშავებულია გუთნით, ტრადიციული გუთნით. გუთნით ამუშავებთ? ვამუშავებთ გუთნით. რა საინტერესოა. მაგრამ ტრაქტორით, სატრაქტორო გუთნით, ხელის გუთნით კი არა. კი ბატონო. და შემდეგ კულტივაცია, ანუ გაფხვიერება ზედაპირის სათეს კონდიციამდე რომ მივიდეს, ანუ სათესად რო იყოს ზედაპირი ნიადაგის გამზადებული. წეგან საუბრობდით იმაზე, რომ ქართული ხორბალი არის ერთ-ერთი საუკეთესო, ასე ვთქვათ, მთელი სოფლის მასშტაბით. და ერთ-ერთი საუკეთესო, დიახ. დამადასტურებელი ფაქტებიც გვაქვს, ახლა წეგან დამადასტურებელი. რომ ყაზახეთში აიღო პირველი ადგილი ჩვენმა ხორბალმა. ხო, ახლა ეს რას ნიშნავს? რას ნიშნავს? ეს საერთაშორისო ცდებში მოგთხოვეს ჩვენი ხორბლების რომ მიიღოთ მონაწილეობა. აი ჩვენი მუშაობის სელექციური მუშაობის შედეგი ხო ჯიში არის, ჯიშებია, ხო? აი ჩვენმა ჯიშებმაც იქიდან მოთხოვნის საფუძველზე პირველ ადგილზე გავიდა ჩვენი ლომთაგურა 401, რომელმაც მოგწვა ურწყავ პირობებში 9 ტონა მოსავალი და გამოირჩა ასევე მისი ბიოტექნოლოგიური მონაცემებით. მაღალი ნატურა, კარგი წებოგვარა და კარგი პურცხოვის თვისებები. ასე რომ დაიმსახურა საერთაშორისო ყურადღება და ისინი დაინტერესებული არიან, რომ ჩვენმა აი ამ ხორბლებმა გააიარონ გამოცდები სხვადასხვა რეგიონებში, ჩრდილოეთში, იქ აი ყაზახეთის, არა მარტო ყაზახეთს, ასევე სხვა ქვეყნებიც დაინტერესდნენ. მადლობა ძალიან დიდი და წარმატებებს გისურვებთ, მოკლედ. თქვენი გულშემატკივრები ვართ დღეს ამას იქეთ. თქვენ ახლა ნამდვილად გექნებათ თბილისელებს და ქალაქელებს გექნებათ ქართული და მე ალბათ უფრო გავრცელდება რა, ქართული ხორბლისგან, ლომთაგორისგან გამომცხვარი პურის დაგემოვნების საშუალება და ძალიან კმაყოფილები იქნებით. ძალიან კმაყოფილები. მიხარია ეს ამბავი, იმიტომ რომ პური არის ჩვენი არსობისა და როგორ პურსაც მივირთმევთ, ჩვენი არსებობაც დიდწილად არის მასთან დაკავშირებული. მანდ თუ აიწევს ხარისხი, იქნება ჩვენი დანარჩენი ცხოვრების დანარჩენ ასპექტებშიც ხარისხმა აიწევს. პური იყო პირველი მცენარე, რომელიც ადამიანთან ასოცირდება და ალბათ ის იქნება პიონერი ამ საქმეში, რომ სხვა დარგებმაც მიბაძონ და შეიძლება. ხო, ყველაფერი კომპლექსურია და ერთი რაღაცა თუ ამოვა, შეიძლება დანარჩენებიც ამოიყოლოს და მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ღერძები და სვეტები, რაზეც ქართული კულტურა დგას, ქართული ეკონომიკა დგას, ქართული კულინარია დგას, ქართული ტრადიციები დგას, რაღაცნაირად მყარად შევინარჩუნოთ და მაგაზე დავაშენოთ მე დანარჩენი
მომავალი მოკლედ. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ, წაღმა დატრიალდება ჩვენი ბედი. დაე. უღრმესი მადლობა და წარმატებები. მადლობა მეგობრებო. ძალიან საინტერესო თავგადასავალი იყო ჩემთვის. ხორბლის სამყაროში მოგზაურობა და ესეთ მისტიურ ფონზე დაგემშვიდობებით. მისტიურს იმიტომ ვამბობ, რომ აგერ გვაქვს ცოტათი ახალი მთვარი, ალბათ ერთი მე-5-მე-6 დღის. და აგერ გვაქვს ტრაქტორი, რომელიც ახლა ამ ყანას ამუშავებს და როგორც ჟან-ჟაკმა გვითხრა, შაველმა კაცმა მოუყვა ამბავი, რომ ხარსო შუბლზე სანთელს დაარჭოვდნენ და ისე ახნავინებდნენ მიწასო და ეხლა სანთელი არა გვაქვს, მაგრამ პროჟექტორებით კიანად. სამ მთვარის შუქზე ხდება ეს ყველაფერი. კი, არის ამაში რაღაც მისტიური.